Hello, Professor Sakwa. It's a great honor. პირველ რიგში ჩემთვის დიდი პატივია ჩვენ პროგრამაში გიმასპინძლოთ. თქვენ ბოლო წიგნში მეორე ცივი ომის კულტურა ახსენებთ ეგრეთ წოდებულ გაუქმების კულტურას. დღეს ჩვენ გაუქმების კულტურას საერთაშორისო ურთიერთობების დონეზე ვაკვირდებით, სადაც გარკვეული სახელმწიფოები აუქმებენ სხვებს და არ ცნობენ მათ სუბიექტურობას. ამით დასავლეთს აბსოლუტიზმის პრიმატი შემოაქვს. ყოფილა თუ არა ისტორიაში მსგავსი უცნაური მდგომარეობა, რაშიც დღეს ჩვენ ვცხოვრობთ. Awkward situation we are living in today. Well, first of all, it's a pleasure to be with you and obviously პირველ რიგში ჩემთვისაც დიდი პატივია თქვენთან საქართველოში ყოფნა. მართლაც თქვენი კითხვა მიმართულია ისეთ დილემებთან, რომლის წინაშეც საქართველო დგას. ცოტა უკან თუ წავალ და კონტექსტს შევხედავთ, გაუქმების კულტურით წარმოებული პოლიტიკები გულისხმობს დიალოგის უარყოფას, დიპლომატიის უარყოფას და უარყოფას იმ ბუნებრივი გააზრებისა, რომ ქვეყნებს შორის განსხვავებები ყოველთვის იქნება და რომ დიპლომატია ამ განსხვავებების მედიაციისთვისაა. გაუქმების კულტურა საერთაშორისო პოლიტიკურ სფეროში კი მიანიშნებს, რომ აქ მხოლოდ ერთი და ესეც ჩემი გზაა. ასე რომ არა თუ არ უნდა ჩაერიო სხვასთან დიალოგში, არამედ განაცხადა, რომ ეს სხვა არალეგიტიმურია, რომ ის ბოროტებაა. შედეგად ყველა საშუალება მისაღებია მასთან საბრძოლველად, მათ შორის სანქციები, ჩარევა შიდა პოლიტიკაში არასამთავრობო ორგანიზაციების მობილიზებით და დაფინანსებით, რათა მიიღწეს რეჟიმის ცვლილება. და რატომ ხდება დღეს ამ ხერხების ინტენსიური გამოყენება? როგორც მე ამას ვხედავ, არის ის, რომ ისტორიის კონკრეტული ფაზა დასასრულს უახლოვდება. ეს არის ომის შემდგომი წლები, გულისხმობ 1945 წლიდან მოყოლებულ პერიოდს. 1945 წელს ჩამოყალიბდა საერთაშორისო პოლიტიკა ისეთი, როგორიც ის დღემდე იყო. ბუნებრივია, ის დროთა განმავლობაში ცვლილებებს განიცდიდა. მაგრამ აღვწერ ამ მოდელს. ერთის მხრივ 1945 წელს ჩამოყალიბდა საერთაშორისო სისტემა, რომელსაც მე ქარტიაზე დაფუძნებულ სისტემას ვეძახი, რომლის ბაზისი გაერო იყო. ამ სისტემის მიზანი გახლდათ გადაგველახა ის საშინელი ომი, რომელიც მაშინ მსოფლიო მიწვნია. ეს იყო როგორც ევროპული ომი, ასევე აზიის ომი, სადაც იაპონია იყო ჩართული და ის ამით გლობალურად გადაიქცა. ამ სისტემამ გაითვალისწინა ვერსალის სისტემის, ვენის კონგრესისა და მანამდე ვესტფალიის გაკვეთილები. ამავე დროს 1945 წლიდან ჩამოყალიბდა ორი ძირითადი მსოფლიო წესრიგის მოდელი. ერთი მხრივ ამერიკული ლიბერალური დასავლური მოდელი, იგივე ლიბერალური გლობალიზმი, რომლის ფესვები ჯერ კიდევ ვუდრო ვილსონის პრეზიდენტობიდან იღებს სათავეს. და მეორე მხრივ საბჭოთა მოდელი, სოციალისტური ინტერნაციონალიზმი, იგივე საბჭოთა გლობალიზმი. ეს გლობალური საერთაშორისო სისტემა სუვერენულ ინტერნაციონალიზმს დაეფუძნა. ამ სისტემამ წარმოქმნა 193 დამოუკიდებელი სახელმწიფო. ჩვენ ვიხილეთ დეკოლონიზაციის პროცესი და იმპერიები უმეტესწილად დაიშალნენ. მაგრამ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ატლანტიკური ძალაუფლებრივი სისტემით ნატოთი და ევროკავშირით ჩამოაყალიბა ლიბერალური იმპერია. ეს იმპერია დაეფუძნა როგორც დადებით მხარეებს, საერთო სიკეთეებს და სხვა მრავალს, ასევე ძალადობრივ მილიტარიზმს. 1989 წლიდან საბჭოთა მოდელი მსოფლიო წესრიგიდან გაქრა. დასავლურმა ლიბერალურმა გლობალიზმმა თავი უნივერსალურად გამოაცხადა. გლობალიზაცია გახდა უნივერსალური გლობალური მონროს დოქტრინა. ასეთმა გლობალიზმმა შექმნა პოლიტიკური დასავლეთი, კოლექტიური დასავლეთი, წესებზე დაფუძნებული წესრიგი, იგივე ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი. უწოდოთ ამას პოლიტიკური დასავლეთი. დღეს ეს დასავლეთი დაშლას იწყებს. მაგალითად, გარე გამოწვევებით, რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი. მათ არ სურთ ინდოეთის აგდამატება. ისინი აღარ მიხვებიან დასავლურ წესებს და ცივილიზაციას. ისინი ძახიან, რომ მათ საკუთარი კულტურა და ცივილიზაცია, საკუთარი ჩვევები და ცხოვრების წესი აქვთ. მეორე მხრივ პოლიტიკურ დასავლეთში შიდა დაყოფები დაეწყო, რითაც ის საკუთარ საფუძვლებს უთხრის ძირს. დემოკრატია გადაიქცა დემოკრატიზმად. ჩვენ ვნახეთ ის რუმინეთში. მას დღეს ჩვენ ხედავთ საქართველოში. თქვენ გქონდათ არჩევნები. კონკრეტულ დეტალებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ვფიქრობ, ძირითადი შედეგი სადავო გახდა. მაგრამ სულ რომ სრულყოფილი არჩევნები ჩატარებულიყო, ის მაინც სადავო გახდებოდა, რადგან შედეგი დასავლური პერსპექტივისთვის მიუღებელი იქნებოდა. რის გამო ჩვენ ვხედავთ ძალების მობილიზაციას, სადაც ნაწილი შეიძლება ნამდვილია, ვერ ვიტყვი რომ ეს სრულად გარედან ნამუშევარია. ასე რომ აქ ვართ დღეს. და კიდევ ერთი რამ. საქართველო მოექცა გეოპოლიტიკურ დავაში, ერთი მხრივ დაშლად პოლიტიკურ დასავლეთსა და გარედან ინტენსიფიცირებულ მოკავშირეობას შორის, ჩინეთისა და რუსეთისაგან. ამ დროს დასავლეთის დეგრადაცია მზარდია. ასე რომ თქვენ შეიძლება ჩაგითრიონ ამ გეოპოლიტიკურ დავაში, ან შეგიწოვოთ დემოკრატიის დეგრადირებად შიდა ნორმატიულმა სტანდარტებმა. გეტყვით ერთ მაგალითს. დიდ ბრიტანეთს ყავს ლეიბორისტული პარტია ხელისუფლებაში კიერ სტარმერის მეთაურობით, რომელიც იძახის, რომ ნატოს უარყოფა ლეიბორისტული პარტიის
წევრობასთან არათავსებადია. ეს საოცარია, რადგან ეს პარტია ყოველთვის ეფუძნებოდა მშვიდობისა და ანტიმილიტარიზმის მოძრაობებს. ეს დღეს უკვე არალეგიტიმურია. ეს არის დემოკრატიული დეგრადაციის ერთი მაგალითი. ისევე როგორც ეს გერმანიაში მწვანეების შემთხვევაში. Which we used to ზუსტად მათზე ჩვენ ვფიქრობდით, რომ მშვიდობის პარტია იყო. უფრო მეტიც, ევროკავშირი იწყებს კეთილდღეობის პოლიტიკიდან საომარ გაერთიანებად გადაქცევას. see and so on to becoming a warfare polity. We will touch this topic later. ამ თემას მოგვიანებით შევეხებით. მეორე ცივი ომი, როგორც მას თქვენ უწოდებთ, პირველისგან განსხვავდება იმით, რომ აქ გლობალურ ძალებს შორის აბსოლუტური უნდობლობაა. რა არის ის გზები, რითაც შეიძლება ნდობა დაბრუნდეს და გადაილახოს ეს დაბრკოლება, რადგან ნდობა არის გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების საფუძველი. And security. If I knew the answer to that question, დიახ, ამ კითხვაზე პასუხი რომ მქონდეს, მას დავაპატენტებდი და მილიონერი გავხდებოდი. მაგრამ თქვენ აბსოლუტურად მართალი ხართ. ეს ნდობა, მაგრამ ასევე ეს არის დიპლომატიის ინსტიტუტები და დიალოგი. მე თქვენზე უფრო შორს წავალ. ნდობა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ აქვეა პატივისცემის საკითხიც. პატივისცემა მრავალფეროვნების მიმართ, პატივისცემა სხვის მიმართ, რომ სხვასაც აქვს ლეგიტიმური წუხილები. შეიძლება ჩვენ არ გეთანხმებით, მაგრამ ჩვენ პატივისცემთ თქვენს ხედვას. პირველ ცივ ომში მიუხედავად იმისა, რომ მაშინ კაპიტალიზმი კომუნიზმის წინააღმდეგ იყო, ყოველთვის იყო ურთიერთპატივისცემა, ერთმანეთის ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების წუხილების პატივისცემა. მაგრამ მეორე ცივ ომში ეს ნაკლებადაა. დღეს ადამიანებისთვის ბუნებრივია თუ რატომ საუბრობთ ცივ ომზე. კომუნიზმი დასრულდა და მათ დემოკრატიისა და ავტოკრატიის დაპირისპირება შემოაქვთ. მაგრამ რა, ჩვენ დემოკრატია გვაქვს ბრიტანეთში? რა თქმა უნდა, ნაწილობრივ გვაქვს. მაგრამ არის კი ის ხარისხობრივი სოციალური დემოკრატია. ამას თანდათანობით ძირი ეთხრება, რადგან ჩვენ საზოგადოებაში მზარდია ადამიანების წილი, რომელიც გარიყულია პოლიტიკიდან. ამიტომაც ვხედავთ ჩვენ პოპულისტური მოძრაობების ზრდას. ამიტომ ჩვენ დგენელ წესებს, რომლებიც მინდა რომ გაძლიერდეს, შიგნიდან ძირი ეთხრება. მაგრამ ეს ცივი ომი უფრო სახიფათოა ვიდრე პირველი, რადგან ეს უფრო ფართოა, კომპლექსური და რთულად მოსახელთებელი. and complex and slippery. თითქოს არ არსებობს შეხების წერტილები რაიმე საკითხზე. To agree something or something. Well, certainly the political West. დიახ, პოლიტიკური დასავლეთი ჰერმეტული და ჩაკეტილი გახდა. მაგალითად, ახლა ვკითხულობ ანგელა მერკელის ავტობიოგრაფიას, რომელიც გერმანიის კანცლერი იყო 2005-დან 2021 წლამდე. მის წიგნს თავისუფლება ჰქვია და 700 გვერდია. წიგნის კითხვისას მისდამი უფრო მეტი პატივისცემა გამიჩნდა, ვიდრე მანამდე მქონდა. მაგრამ ამავე დროს გავიაზრე მისი შეზღუდულობაც. აქ სწორედ ის არის აღწერილი, რასაც თქვენ ამბობთ. ის თავის რეალობაში ცხოვრობს, მის სამყაროში, რომელსაც უბრალოდ არ შეუძლია გაიგოს თუ როგორია რუსეთი, ან თუნდაც ჩინეთის პერსპექტივები. ან უბრალოდ მათი, ვინც დასავლურ ჰერმეტულ სივრცეში არ არის. ის ჩაკეტილია და ეს სახიფათოა როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე კაცობრიობის მომავლისთვის. და ეს ეხება უშიშროების საბჭოს ყველა წევრს. ჩვენ ვხედავთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, ბრიტანეთი და საფრანგეთი ხმას ერთ ბლოკად აძლევენ, ხოლო სანაცვლოდ რუსეთი და ჩინეთი ჯგუფდებიან. ამის ნაცვლად მე შემომაქვს ურთიერთგაგების იდეა, სადაც უშიშროების საბჭოს წევრები ითანამშრომლებენ. ეს წააგავს საბჭოთა ინტერნაციონალის. მე პატივისცემ შენ ინტერესებს და შენ პატივიესი ჩემსას. ასე ჩვენ შევიმუშავებთ დიალოგის გზებს. We then worked a way to find dialogue. But the spirit of the UN. მაგრამ გაეროს სულისკვეთება ხომ თითქმის დაკარგულია. Oh, can I just say that it is under the მე ვიტყვი, რომ ის დიდი საფრთხის ქვეშ იმყოფება ამ 80 წლის განმავლობაში. მაგრამ მგონია, რომ საბოლოოდ არ დაკარგულა. გაეროს სრულყოფილებისგან შორსა. ის არ არის მსოფლიო მთავრობა. მაგრამ მის გარეშე სრული კატასტროფა იქნებოდა, გლობალური ანარქია. ამ მომენტისთვის ჩვენ ის მაინც ვიცით, რომ საერთაშორისო სამართალი არსებობს. რა თქმა უნდა, მას ყველა ძალა საკუთარი ინტერესების მიხედვით ხშირად არღვევს. we would say, but without it, it really would be. წინააღმდეგ შემთხვევაში აქ ველური დასავლეთი იქნებოდა. დიახ, ველური დასავლეთი იქნებოდა. How do you see the rift in როგორ ხედავთ ტრანსატლანტიკურ სივრცეში დაპირისპირებას? არის ეს რეალური პროცესი თუ შრომის დანაწილება გეოპოლიტიკურ დონეზე, რომ ევროპა რუსეთს მიხედავს, ხოლო აშშ ჩინეთს? როგორ ხედავთ ამას თქვენ? China? How do you see this? No, I don't say it in those terms. არა, მე ასე არ ვიტყოდი. ის პოლიტიკური დასავლეთი ან ატლანტიკური ძალაუფლების სისტემა, რომელიც ომის შემდეგ წესებზე დაფუძნებულმა წესრიგმა შექმნა, გარკვეულწილად ყოველთვის იყო ხელოვნური კონცეფცია. რადგან ცივ ომში საბჭოთა კავშირთან დაპირისპირება არსებობდა. მათ შექმნეს ბლოკები და მათი არსებობა 1991 წლის შემდეგაც გაგრძელდა, რაც ცივი ომი დასრულდა.
ადამიანები როგორც მაგალითად ბარაკ ობამა იძახდა რომ ჩვენ ამიერიდან აზიაზე უნდა გადავიტანოთ ყურადღება. რატომ არის ეს მოკავშირეობის სისტემა ასე დომინანტური? მაშინ როცა მან საკუთარი არსებობის მიზეზი დაკარგა. მათ არ დასვეს სწორი კითხვები ცივი ომის შემდეგ. რატომ გვაქვს ჯერ კიდევ ნატო? როცა დაპირისპირება უკვე დასრულდა. ახლა ჩვენ ვხედავთ დონალდ ტრამპს. ის სწორ კითხვებს სვამს, მაგრამ სწორ პასუხებს არ იძლევა. მაგრამ ის სვამს კითხვებს, რომელიც 30 წლის წინ უნდა დასმულიყო. და ეს გაყოფა დასავლეთში ჩვენ ჯერ კიდევ მაშინ უნდა გვენახა. ასევე ევროპელებიც მუდამ იძახდნენ, რომ მათ სტრატეგიული ავტონომია სურდათ. ბოლო 10 წელია განსაკუთრებით. მანამდე ჩვენ ევროპის გოლისტური ხედვაც ჰქონდა, რომ ევროპა განცალკევებულად იმოქმედებდა. უნდა ვთქვათ, რომ მაკრონმაც სცადა ეს. Working with, all of this, by the way. Yeah, Macron tried. დიახ, მაკრონმაც სცადა, მაგრამ ეს მხოლოდ დისკურსი აღმოჩნდა. Macron did it before lunch. დიახ, ლანჩამდე მას ერთი პოზიცია აქვს, ლანჩის მერე მეორე, ვახშმის შემდეგ კი მესამე. ხოლო ეს სამივე მომდევნო დღეს სრულიად უარყოფილია ხოლმე. მაკრონს შეუძლია 20 განსხვავებული რამ თქვას, რაც დღის სხვადასხვა მონაკვეთზეა დამოკიდებული. ამიტომ მე სრულად დავკარგე მისი პოზიციების მიმართ ნდობა. ყოველ ჯერზე ის ომახიანად და ინტენსიურად იძახის, მაგრამ ეს სიტყვები უშინაარსოა და ცარიელია ხოლმე. ეს სახიფათოა, რადგან მაკრონი გადაიქცა იმ ბარაბნად, რომელიც უბრალოდ ხმას გამოსცემს და შინაარსი არ გააჩნია. ასეთივეა სტარმერიც. ისიც კლიშეების მთელ სერიას ითქვის. მათ ტრამპი რო შევადარო, ის უფრო დამაჯერებელი და ჭკვიანი ჩანს, რადგან ის სწორ კითხვებს მაინც სვამს და ხანდახან სწორ პასუხებსაც ამბობს. მათ ტრამპი რომ შევადაროთ, ის უფრო დამაჯერებელი და ჭკვიანი ჩანს, რადგან ის სწორ კითხვებს მაინც სვამს და ხანდახან სწორ პასუხებსაც ამბობს. რა თქმა უნდა, ნატოს გაფართოება იყო უკრაინის კონფლიქტის ძირითადი მიზეზი, როგორც ის ამას ამბობს. ნატოს ყოფილი თავმჯდომარე სტოლტენბერგიც ამას იძახდა. მაგრამ ევროპელები დღემდე უარყოფენ და ამბობენ, რომ რუსეთს იმპერიის აღდგენა სურს. ეს არ არის ძირითადი მიზეზი, მაგრამ მადა ჭამაში მოდის. Goes with the eating. Okay. Let's talk about the მოდით ვისაუბროთ ევროპის მილიტარიზაციაზე. ჩვენ ნახეთ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადება და ასევე კიერ სტარმერის განცხადება რამდენიმე დღის წინ. აქვს კი ევროპას რემილიტარიზაციის შესაძლებლობა და არის თუ არა ეს მიმართული მომავალ გლობალურ კონფლიქტებზე, თუ ის მხოლოდ შიდა პოლიტიკური თეატრია პოლიტიკური სტატუს-კვოს შესანარჩუნებლად. political status quo in Europe. All of the above. Yes. ყველაფერი ერთად, ყველა ეს ფაქტორი ერთადაა თავმოყრილი. რა თქმა უნდა, ყოველთვის შეიძლება მილიარდები დახარჯოს შეიარაღებაში, მაგრამ როგორ აპირებენ ისინი ამას? ეს ტრაგედიაა, რადგან როგორც მარიო დრაგის რეპორტში ვნახეთ 2024 წლის ევროპის კონკურენტუნარიანობის შესახებ და ეს აბსტრაქცია არ არის, ჩვენ ჩამორჩებით ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში. ჩვენ ჩამორჩებით ელექტრომობილების წარმოებაში. მხოლოდ ახლა ვიწყებთ მიკროჩიპების წარმოებას. მაგრამ ამ დროს შეხედეთ ჩვენი საბინაო ინფრასტრუქტურის განვითარებას. შეხედეთ როგორ აკლია გერმანულ გზებს და რკინიგზას ინვესტიციები. და თუ კი ევროპელი ლიდერები თვლიან, რომ ამაზე პასუხი სამხედრო კეინზიანიზმია, კი ბატონო, მაგრამ არის კი ეს სწორი პასუხი. მათ იციან, რომ საზოგადოებრივი მოთხოვნები უზარმაზარია, რომ ცხოვრების სტანდარტი ბოლო 20 წლის განმავლობაში განსაკუთრებით ფინანსური კრიზისის შემდეგ დაცემულია, რომელიც საშუალო ფენას ურტყამს. 40 წლის განმავლობაში ფორდისტული და ინდუსტრიული ეკონომიკის მოდელი მომსახურების ეკონომიკამ ჩაანაცვლა. ჩვენ ვხედავთ, როგორ სტაგნირებს ცხოვრების დონე. ჯანდაცვის სისტემა საფრთხის ქვეშაა. ჩვენ უზარმაზარი გამოწვევების წინაშე ვართ. ამ დროს კი გლობალური ჩრდილოეთი ირჩევს ძველმოდურ, ანაქრონისტულ მოდელს, რომელიც სრულად შეუსაბამოა დღევანდელობასთან და დღევანდელი დღის წესრიგთან. მდგრადი მშვიდობისა და განვითარებისათვის. Peace and development. The political center in the Europe ბოლო წლებში ევროპაში პოლიტიკური ცენტრი საკმაოდ რადიკალიზდა. ეს ხდება მხოლოდ შიდა დაპირისპირებების გამო, თუ გეოპოლიტიკური ცვლილებებია მიზეზი. მაგალითად, შეერთებული შტატების მხრიდან ევროპის მიმართ ინტერესის ფარდობითი შემცირება. როგორ ფიქრობთ თქვენ? Europe in general. How do you see this? It's a double. ეს ორმაგი პროცესი იყო. ცივი ომის დასრულების შემდეგ ადრეული 90-იანი წლებიდან მთლიანად პოლიტიკური დასავლეთი რადიკალიზდა. ის ფიქრობდა, რომ ეს იყო ერთადერთი მოდელი. დაიწყო გლობალიზაცია და 30 წლის შემდეგ ჩვენ ვხედავთ პოლიტიკური დასავლეთის შიგნით შლის პროცესს. ნაწილობრივ იმიტომ, რომ მან საკუთარ პოლიტიკურ და სოციალურ საფუძვლებს ძირი გამოუთხარა. ამავე დროს ის გეოპოლიტიკურ გამოწვევებს აწყდება. მაგრამ აქ მთავარი ის არის, რომ გეოპოლიტიკური გამოწვევები თავად ამ პოლიტიკური დასავლეთის მიერ გამოგონილია, რაც ინტელექტუალური გაბანკროტების სიმპტომია. ჩვენ თუ შევხედავთ ჩინეთის ან ინდოეთის განვითარებას, ის დასავლეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული. თუმცა რა თქმა უნდა, აქ კონკურენცია არსებობს. ისინი არიან განვითარებადი ქვეყნები, რომლებიც მსოფლიოში საკუთარ ადგილს იბრუნებენ.
დიახ, გეოპოლიტიკური დაპირისპირებაა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში. ჩვენ ვიცით ამის შესახებ, მაგრამ ეს მართვადი პროცესია. მაგრამ ამ პრობლემის გადაჭრისთვის დასავლეთი, არც ამერიკის შეერთებული შტატები და არც ევროკავშირი არაფერს არ აკეთებს. ხოლო ბრიტანეთი სადაც ცეცხლს დაინახავს ზემოდან ნავთსასხამს, რაც საქმის კეთების ბრიტანული მოდელია. და ისე ჩანს, რომ ამ პრობლემებზე მხოლოდ ლაპარაკით ისინი სერიოზულად წარმოჩდებიან. რა თქმა უნდა, ისინი მოვლენ და იტყვიან, ჩვენ მოვალთ და გადაგარჩეთ უკრაინელებს ან ქართველებს. როცა ბრიტანელები თქვენს გადარჩენას დააპირებენ, ესე იგი თქვენ განწირულნი ხართ. ასე იყენებენ ისინი კონფლიქტებს, როგორც მაგალითად ახლა ტაივანში. ისინი ასუსტებენ ტაივანს, არადა 1970-იანი წლებიდან ყველა შეთანხმდა, რომ ის ჩინეთია. მაშინ რატომ ვაფართოვებთ და ინტენსიურს ვხდით ტაივანის საკითხს? ჩვენ რა თქმა უნდა გვსურს განვითარებული დემოკრატიული საზოგადოება ტაივანში. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ტაივანელებს, მაგრამ ამავე დროს ერთი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის არსებობასაც. დასავლური ძალები მოვიდნენ და დაიწყეს ამ განსხვავებულობის გამოყენება. ახლა ჩინეთი ძალიან ამაყია, ხშირად მსუსხავი და რთული პარტნიორია. ჩვენ რა თქმა უნდა შეგვიძლია ის ვაკრიტიკოთ, როცა ეს საჭიროა, მაგრამ არ უნდა შევაიარაღოთ დაპირისპირების კერა, როგორც ახლა ამას ჩვენ ვაკეთებთ. But don't militarize it. And that's, of course, what we're doing. And one last question. How do you და ბოლო შეკითხვა, როგორ ფიქრობთ, შეუძლია კი დასავლურ ცივილიზაციას საკუთარი თავის ხელახლა გამოგონება და მომავალში მსოფლიოს სამართლიანი წევრობა? No, that's a fantastic question because ეს ფანტასტიკური კითხვაა, რომელზეც ხშირად ვფიქრობ. მინდა შემოგთავაზოთ ჩემი მოდელი. მე ვახსენე პოლიტიკური დასავლეთი. ეს პოლიტიკური, სოციოპოლიტიკური ფორმაციაა, რომელიც ნეოლიბერალურად გადაკეთდა და ცივი ომის შემდეგ აგრესიული გახდა. მაგრამ ეს მხოლოდ 80 წელს ითვლის. მაგრამ ამავე დროს ბოლო 500 წლის პოლიტიკური დასავლეთი დასავლური ცივილიზაციის ისტორიის ნაწილიცაა. ეს ცივილიზაციური დასავლეთი ამ დროის განმავლობაში ხასიათდებოდა კოლონიალიზმით, იმპერიალიზმით, გენოციდური ქმედებებით. მე მახსენდება აცტეკები, ინკები, კარიბის ზღვის ხალხები, მონობით ვაჭრობა, რომელშიც გენოციდური ელემენტი იდო. მაგრამ ეს ცივილიზაციური დასავლეთი ასევე მოიცავს რენესანსს და განმანათლებლობასაც. ის კომპლექსური ფორმაციაა. მაგრამ დღეს რაც თავში ვახსენეთ გაუქმების კულტურის შესახებ, ეს კულტურა ცდილობს დასავლეთის კოლონიურ წარსულს გამოეხმაუროს, რომ დაიწყოს თავად დასავლეთის დეკოლონიზება, რომ დასავლეთსა და დანარჩენ სამყაროს შორის წინააღმდეგობები აღმოფხვრას. აქვე არის კულტურული დასავლეთიც, რომლის ფესვებიც მიდის იუდო-ქრისტიანულ, რომანულ ან ბერძნულ ცივილიზაციებთან, სპარსეთთან, ინდოეთთან, ქრისტიანულ ხანამდე. და ეს კულტურული დასავლეთი მოიცავს ნეოპლატონიზმს, პლატონის დიალოგებს, არისტოტელეს პოლიტიკურ მეთოდებს და გენიას. თუ კი დიდეს ბრწყინვალე ისტორიულ ანალიზს. ესეც ევროპული დასავლეთია. და თუ მკითხავთ შეუძლია თუ არა მას ხელახლა საკუთარი თავის გამოგონება, დიახ, მე ყოველთვის ამ ტრადიციებზე მივუთითებ ხოლმე. ჩვენ უნდა გავიაზროთ კულტურული მხარე და გავიგოთ სხვების ცივილური და კულტურული მხარეები, ინდოელებთან, ჩინელებთან ინტერაქციით ან თუნდაც სხვა ცივილიზაციებთან ურთიერთობით. ამიტომ აქ იდეოლოგიური ან კულტურული უპირატესობა კი არ უნდა არსებობდეს, არამედ ცივილიზაციული პლურალიზმი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ხელახლა შევქმნით ჩვენს თავს, უფრო პლურალისტურს, უფრო ტოლერანტულს, უფრო დიალოგურ კულტურას, თუ კი ჩვენ დაუბრუნდებით არა მხოლოდ ჩვენს ღრმა ინტელექტუალურ, არამედ ღრმა სულიერ ტრადიციებს. და ასე გავხდებით ჩვენ მშვიდობისა და განვითარების პროექტი და არა ომის, გრევის და ბარბარიზმის კულტურა. de-development and barbarization culture. Let's go back to classics. აბსოლუტურად. ამიტომ დაუბრუნდეთ კლასიკას. Thanks, Professor. წინ Forward კლასიკისკენ. classics. Oh, maybe. Yes. Thank you, Professor. მადლობა პროფესორო საკვა, სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი. Thank you. Thanks very much.